საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაპატიმრებულია. ღირსების ორდენის კავალერი, სამხედრო ღირსების მედალოსანი, პირველი რეინჯერი და სამიდან ერთ-ერთი ქართველი მწვანე ბერეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 აგვისტოს პატრულისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. თუმცა ამის შესახებ დღეს ხდება ცნობილი. რა იყო არჩევნების წინ მაღალჩინოსანი სამხედროს დაპატიმრების რეალური მიზეზი? ჯანჯღავა არ არის ერთადერთი ოფიცერი, რომელიც 1 ოქტომბრისთვის ახალაიამ გაანეიტრალა. ფალიაშვილის 11 ნომერთან ნიკა ჯანჯღავა 20 აგვისტოს დილის 2 საათზე პოლიციამ დააკავა. ოფიცერს ხელბორკილები დაადეს და დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ნიკა ჯანჯღავა პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული. ნიკოლოზ ჯანჯღავა დაკავებულია იმ ბრალდებით, რითაც აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური დევნილი იყო დაკავებული, როდესაც უფარდებდნენ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხტს. ანუ დაუმორჩილება და წინააღმდეგობის გაწევა პოლიციისადმი. ნიკა ჯანჯღავას ოჯახის წევრები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. ახლობლები კი პირად საუბარში აცხადებენ, რომ მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. ოფიცრის მეგობრები ამბობენ, რომ ჯანჯღავას დაკავების შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყვეს. რატო დააკავეს ნიკა ჯანჯღავა 19 აგვისტოს და რას ნიშნავდა მუქარა მისი ოჯახისადმი, რომ ხმა არ მოეღოთ მისი მეგობრებისადმი? ხუში გავიგე ნიკას დაპატიმრების ამბავი, ეს იყო წარმოუდგენელი რაღაცა, ბომბის ავით გავედნენ, რომ ნიკა ჯანჯღავა დაიჭირეს ნასვამი ხულიგნობაზე, ეს აბსურდია. თავად ნიკოლოზ ჯანჯღავა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ოფიცერმა სასამართლოს ხდომაზე განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდია. მინდა ვთქვა, რაც მოხდა იმ ღამეს და ასევე მინდა განმარტო, თუ რატომ გადაეცა სასამართლოს ეს დოკუმენტები, რომელიც დაერთო საქმეს. ჩემთვის რთულია გადავაადგილდე ისე როგორც კრიმინალი და ვიყო ბორგილებში, რადგან ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც სამხედრო ფორმა მაცვია და ბოლო 22 წლის განმავლობაში, რაც ქართული ჯარის ფორმა მაცვია, არ მქონია არც ერთი სამართალდარღვევის ქმედება. იმ ტერიტორიების გარდა, რომელსაც ახლა არ ვაკონტროლებთ. ის გარემოება, რაც მოწინააღმდეგე მხარემ განაცხადა, რომ 1992 წლის ნოემბრიდან, როდესაც მე პირადად ნახე, რას უშვება ალკოჰოლი ჩვენს მეომრებს, იმის შემდეგ წვეთი არ დამილევია, იმიტომ რომ მე ვიცი, რას ნიშნავს ალკოჰოლი და ჯარი. დაკავებიდან მეორე დღესვე ნიკოლოზ ჯანჯღავა შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს. 60 დღიანი პატიმრობისმა და მას 19 ოქტომბერს ეწურება. ჩვენი სამხედრო ექსპერტი გიორგი ცხვიტავა იმყოფება ჩემთან ერთად სტუდიაში. გიორგი, საღამომშვიდობისა, პირველ რიგში თავად ჯანჯღავაზე რო ვისაუბროთ, რა ინფორმაცია გაქვს, რატომ გახდა მისი განეიტრალება აუცილებელი? საღამომშვიდობის ნათია, 20 აგვისტოს გამთენისას დილის 2 საათზე მოხდა ჯანჯღავას დაკავება. საპატრულო ეკიპაჟების მიერ ორი მანქანა მივიდა და ადეს ეგრევე ხელბორკილები. არის ჩვენ გვაქვს ჩვენ წყაროების მიერ ესეთი ინფორმაცია, რომ თვითონ პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა ერთ-ერთი მანქანის განზრახ დაზიანება ხელკეთით. ეს იყო ყველაფერი გადაღებული და იმ შემთხვევაში თუ კი ოჯახის წევრები ან თვითონ ჯანჯღავა გააკეთებდა საჯარო განცხადებას ადმინისტრაციული წესის ნაცვლად მას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცედნენ. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მხოლოდ 60 დღე მიუსაჯეს და იგი იმყოფება დიღმის შინაგან საქმეთა სამინისტროს. რატომ იყო ის საშიში არჩევანი? საშიში იყო იქიდან გამომდინარე, რომ მისი იმიჯი არის საკმაოდ მკაცრი, რეფორმატორული, არ ეგუება პირდაპირ ბრძანებებს და პირდაპირ ამბობს თუ კი სერიოზული პრობლემები არის არმიაში. მე შეგახსენებთ, რომ მას ჰქონდა ორი მსგავსი შემთხვევა 1997 წელს და 2002 წელს, როდესაც პირდაპირ გამოვიდა და აღნიშნა ერთი კორუფციის შესახებ და თავდაცუნარიანობის გამტკიცებისთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემების შესახებ არმიაში და ანალოგიური იყო 2002 წელს. სწორედ ეს გახდა ჩემის აზრით მიზეზი იმისა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დაახლოებით ერთ დღით ადრე მოხდა მისი განეიტრალება. თუ არა ვთქვათ, რომ ის არის ამერიკელების კადრი თავდაცვის სამინისტროში. დიახ, აქ არის ერთი სქემა, რამდენად ჩემთვის არის ცნობილი. თავდაცვის სამინისტროდან გაიგზავნა შეერთებულ შტატებში წერილი, რომ აი თქვენი ნაკები ოფიცერი არის სიმთვრალის გამო და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებული. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კონგრესმენები შეერთებული შტატების დაინტერესდნენ ჯანჯღავას ბედით. იყო მცდელობა იმისა, რომ მომხდარიყო ეს შეხვედრა, თუმცა დარწმუნებული რომ ეს შეხვედრა მასთან გაიმართება მას შემდეგ, რაც ჯანჯღავა დატოვებს აპრობილეს. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ძალიან მოკლედ, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ჯანჯღავას გარდა კიდევ რამდენიმე ოფიცერი ფაქტობრივად ანალოგიური ბრალდებებით დააკავეს. დიახ, ეს ინფორმაცია არის დადასტურებული და არა მხოლოდ შეიარაღებული ძალებიდან, არამედ ძალოვანი უწყებების სხვა სისტემებიდანაც. თადარიგის კი არა მოქმედი ოფიცრები, რომლებიც არიან საკმაოდ პრინციპულები, არიან სწორედ აი ამ ბრალდებით დაკავებული. წინააღმდეგობის გაწევა, ნასვამი მდგომარეობა, დებოში არ დამორჩილება.
და რაც შეეხება ადრინდელ მდგომარეობას, ასევე წინა საარჩევნო პერიოდში ხდებოდა საკმაოდ ბევრი ოფიცრის გათიშვა და განეიტრალება. შეგახსენებთ გიორგი თავდგირიძეს, რომელსაც ფეხი მოტეხეს სწორედ საარჩევნო პერიოდში. შეგახსენებთ გენერალ ყუბა ყობალაძეს, რომელიც არის ვახტანგ გორგასლის ყველა ორდენის კავალერი, მისი განეიტრალება და მისთვის მიწებება ეგრეთ წოდებულ ამბოხში და ასე შემდეგ. ეს სია არის ულევი. ანუ ეს არის იმ ადამიანებზე, ვინც დანაშაულებრივ ბრძანებებს იციან, რომ არ დაემორჩილება. რა თქმა უნდა, პირდაპირ. დიდი მადლობა. ჩვენი სამხედრო ექსპერტი გიორგი ცხვიტავა საუბრობდა იმაზე, თუ როგორ არენდობოდა სააკაშვილის ხელისუფლება სამხედროებს.